მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ანახელაძე. თქვენ უყურებთ ჩვენს მორიგ ეპიზოდს. დღეს განხილვაში გვეყოლება Kawasaki Ninja ZX-600. მოკლედ, სანამ ამის ტექნიკურ მახასიათებლებზე გეტყვით, მინდა ორიოდე სიტყვით ვიზუალზეც გითხრათ. ყოველ შემთხვევაში ეს მოდელი გამოდიოდა 2019 წლიდან 2023 წლამდე. ამის ვიზუალი წინა მოდელთან შედარებით 2013-დან 18-მდე რაც გამოდის, უფრო მოხიბლული ვარ იმის ვიზუალით. ამის ვიზუალსაც შეეხება, სადღაც შუაში ვარ, თან მომწონს და თან არ მომწონს, ბოლომდე ვერ გავერკვიე, სიმართლე გითხრათ. ეს გემოვნების საკითხია და თქვენ მოგწონთ თუ არა, შეგიძლიათ დაკომენტაროთ და თქვენი აზრი გითხრათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ძრავი სტანდარტულად 127 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. წინა მოდელთან შედარებით ამას დამატებული აქვს quick shifter-ი, რომელიც გეხმარებათ სიჩქარეებში გადართვას ცეპლენის გარეშე და სწრაფად თავთ. ასევე აქვს traction mode-ი კონკრეტულ მოტოციკლეთს, დამწროვანებას ყველას აქვს, განსაკუთრებული არაფერი. როდესაც თქვენ ხრეში ან ტყვრიან ან სულ ზედაპირზე გაივლით და გას აგრესიულად გაუხსენთ, მაგ შემთხვევაში საბურავი, როდესაც დაბუქსავებას დაიწყებს, მიაწვდის კომპიუტერს ინფორმაციას, რომ საბურავი ბუქსაობს, რომ მოცურებაში მინდის და მაგ შემთხვევაში ელექტრონულად სიმძლავრეს შეგიზღუდათ. ეგ არის ამის traction control. ასევე აქვს წვიმის მოდი, ანალოგიურ სიტუაციას ასრულებს ისიც და უბრალოდ ძრავის ბრუნებს გიზღუდავთ და სიმძლავრეს. და მაგიდან გამომდინარე ძრავი ვერ იყენებს სრულ შესაძლებლობას. სრული დატვირთვით აღარ მუშაობს და მაგიდან გამომდინარეა, რომ ზუსტად მაგი ხდის უსაფრთხოს გადაადგილებას. ამაში გეხმარებათ ეს traction control-ი და ეს წვიმის mode-ი და მსგავსი მოწყობილობები. ამ კონკრეტულ მოდელს ABS-ი არ გააჩნია, არის ABS-იანი მოდელებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენსაც ABS-ი არ აქვს. რაც შეეხება გადაცემა აქვს ჯაჭვზე სტანდარტულად, ყველა მოტოციკლეთს sport bike-ს როგორც აქვს, წინ 15-იანი აქვს კვირანა, უკან 43, ჯაჭვის ზომა არის 520. წინა მოდელი ამის წინა მოდელები რო ვიღოთ, არა, წინა მოდელსაც 15 ქონდა და შემდეგ აქვს 16, უფრო ძველ მოდელებს რა. ამ შემთხვევაში შეცვალეს და წინ დაგვახვედრეს 15-იანი უკვე დაბატარავებული. მაქსიმალური სიჩქარე როგორც ამ ახლებში შეზღუდულია ვიდრე ძველ მოდელებში. დანარჩენი კიდევ რაც მინდოდა მეთქვა, ამის წინა მოდელზე შემიძლია ვთქვა, რაც მე პირადად ყავდა 2013-დან 18 წლამდე. ეგ მოტოციკლი შევიძინე, საკმაოდ იდეალურ მდგომარეობაში იყო. სულ 3000 კილომეტრი ქონდა გავლილი, ეგეთ ჩამოვიდა დაუზიანებელი. აღმაშენების ხეივიდან დავიწყე, გორამდე ჩავედი, ჩამოვედი, ეგ მოტოციკლი გავაჩერე და გავყიდე. იმიტომ რომ ძალიან ნელი იყო. და მაგის შემდგომ ეგ მოტოციკლი იყრე ჩემო მეგობარმა, არ ვიცი რა უკნა, რა არ უკნა და საკმაოდ ჩქარი მოტოციკლი გამოვიდა. უბრალოდ სტანდარტული ჩემთვის იმდენელი იყო, რომ სულიც არ მიჩნდებოდა რომ ეკატრავ. და ეს კონკრეტული მოდელი როგორი იქნება, გავიაროთ, ნახოთ და მაგ ყველაფერს შემდეგ. რაც შეეხება ტორმოზებს, სტანდარტულად მისინი აქვს ისევ, რომელიც არ იცვლება, არა 90, 95, 2000-ის დასაწყისი შუა, ბოლო. სულ გააჩნია ისინის სამუხუჭე სისტემა. ცოტა რაღაცა მოიფიქრეთ, განვითარდით, ბევრი ბრენდები გადავიდა უკეთეს სამუხუჭე. არა, ნისინი არ მიყვარს ეს ნისინი და რა გავაკეთო. რაც შეეხება უკანა მხარეს, წინა მოდელებთან შედარებით უკანა მხარე მომწონს. რაც თქვენ ვიტყოდი წინა მხარეზე. უკანა მხარე ძალიან მომწონს. და ნუ 2024 წლიანი ბოლო კუზავ რაც არის უკვე, ეგეც ძალიან მომწონს და ჩემ გემოვნებაში ჯდება. აი ეს მოტოციკლი არ ვიცი, სად არის, სადღაც შუაში არის. წინა მხარე ისე რა მომწონს, უკანა მომწონს, ნუ არ ვიცი. სანამ გავივლით, მინდა ასევე ერთი დეტალი გითხრათ, კონკრეტულ მოტოციკლს ყენია დემხერი, რომელიც გვეხმარება საჭის დამორჩილებაში, პირობითად ის თუ თქვენ გას როდესაც გაუხსნით, ან უსწორმასწორო ზედაპირი იქნება და საბურავი ნაკლებ მოჭიდებაში იქნება წინა ასფალტთან
შეხებაში, მაგ შემთხვევაში ეს ზუსტად ის მოწყობილობა, რაც ჩვენ გვეხმარება, რომ საჭემ თუნდაც გობლინგი არ დაიწყოს, ან თამაში და რული არ აგვითამაშდეს და არ დავეცი. მოკლედ როგორც ნახეთ მეგობრებო, გავიარეთ მოტოციკლეტით, ვნახეთ, ზამთარია, სიცივეა, დაახლოებით 3-4 გრადუსია ტემპერატურა და ლოგიკურია, სრულ შესაძლებლობებს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ხოლმე ამ მოტოციკლეტისას, ამით უმეტეს ქუჩაში, როდესაც ვიღებ და წინა ვიდეოებში ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, რომ ეხლა რომ ტრეკზე ამ მოტოციკლეტით შეხვიდე, აი ძალიან დიდი ალბათობა არის და შანსი არის იმის, რომ მოსახოვში მოწყდე, გაცურდე და წაიქცე და თან ამ რისკს ჩვენ იმიტომ არ ვიღებთ, რომ როდესაც ეს მოტოციკლეტი ჩვენი არ არის და დობას გვიცხადებენ და მოტოციკლს გქონიან, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს რისკები მინიმალურამდე დავიყვანოთ რა. აქედან გამომდინარე, ზუსტად მაგიტო არის, რომ რაც საშუალება გვაქვს, ამ ეტაპზე ზუსტად მაგით შემოვიფარგლებით ხოლმე რა. და რაც შეეხება მოტოციკლეტს, დგომა, სიარული,
მომეწონა ზოგადად გეცოდინებათ რომ Kawasaki მე ძალიან მიყვარს 626-ს პატივს ვცემ და მე პირადადაც ვიყოლიებდი 626-ს და ვაპირებ კიდევაც რომ შევიძინო. დანარჩენ ერთადერთი სულ ვამბობ რომ აი ეს ტორმუზი არის ჩემთვის წიკი რა. ამის ტორმუზი არ მომწონს. ნუ აჩერებს არის ნორმალური, მაგრამ უკეთესიც შეიძლება ყოველთვის მაგას ვამბობ. დანარჩენი რაც მინდა გითხრათ, ტორმუზის გარდა საერთოდ ჯამში ნორმალური არის თავიდან ბოლომდე სტოკია ეს მოტოციკლეტი ქარხნულ მდგომარეობაშია და არაფერი არ აქვს გაკეთებული და სიარულთაც ნორმალურად დადის, უფრო ჩქარი 626 მეტრებიც არსებობს, რა თქმა უნდა და არის და სხვა ბაიკებიც ასე რომ ის რომ პირდაპირ გითხრათ რომ ეს ძალიან ჩქარია, არ არის ძალიან ჩქარი და არც უნდა იყოს, იმიტომ რომ ქარხანა როგორც გამოუშვა, არის ზუსტად ისეთ მდგომარეობაში, არაფერი ჩარევა არ აქვს კონკრეტულ მოტოციკლს გაკეთებული. თავის საქმეს აკეთებს ეს მოტოციკლეტი, როგორც უნდა აკეთებს. დანარჩენი მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ეგ თქვენი შეხედულება არის, თქვენი აზრი არის, ვიზუალიც, თვითონ ბრენდიც და ყველაფერი. მე Kawasaki მომწონს, 626-ს მომწონს, ZX-10-ს მომწონს, ZX-12-ს და ZX-14-ს, იმიტომ რომ Kawasaki-s ფანი ვარ, ასე რომ ვთქვა და ცოტა მიკერძოებული ვარ ამ შემთხვევაში, მაგრამ საერთო ჯამში ეს მოტოციკლეტი თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო. ამით ჩვენი ვიდეო დასრულდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგჩეთ შემდგომში ბევრად საინტერესო ვიდეოები.